გამარჯობა. დღევანდელ ვიდეოში მინდა გესაუბროთ ზეცართავის სახელებზე, ზეცართავის სახელის წარმოების ხარისხებზე. პირველ რიგში მოდი თვითონ განვმარტოთ ზეცართავის სახელი, so the adjective. ზეცართავის სახელი ბუნებრივია, რომ განსაზღვრავს არსებით სახელს და გვეუბნება თუ როგორია ის, ხო? მაგალითად tall, მაღალი, or short, დაბალი, small, პატარა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და ბუნებრივია ის, რომ ზეცართავის გარეშე ფაქტობრივად წარმოუდგენელია ენა. პირველ რიგში გეტყვით იმას, რომ ზეცართავ სახელს გააჩნია ინგლისურში ხარისხები, სამი ხარისხი. So we have a positive degree, comparative degree and superlative degree. დავიწყოთ positive degree, ანუ დადებითი ხარისხი. ეს არის base form, ანუ საწყისი ფორმა, მისი original form, ანუ ორიგინალური, ანუ თავდაპირველი ფორმა. And there's no comparison involved. არანაირი შედარება არ გვჭირდება. აბსოლუტურად არაფერს არ ვადარებთ. So we use it for one item or person. ერთი ნივთის სასახწერად ან ერთი ადამიანის სასახწერად. მაგალითად შეგვიძლია ვთქვათ, რომ this marker is short. ნუ პატარა არის, მოკლეა, ხო? ანუ არაფერს არ ვადარებ. შემდეგი არის უკვე comparative degree, ანუ შედარებითი ხარისხი, სადაც we highlight the differences between two objects or people. სადაც ორ ნივთს ვადარებთ, ან ორ ადამიანს ვადარებთ ერთმანეთთან. შესაბამისად ამის წარმოებისას საწყის ფორმას ვამატებთ er ბოლოში ან more თავში. მაგალითად თუ გვაქვს short მოკლე, უფრო მოკლე იქნება shorter, ან ლამაზი beautiful და უფრო ლამაზი more beautiful. როდის er და როდის more ამაზე ოდნავ მოგვიანებ. რაც შეეხება ზეცართავის სახელის აღმატებით ხარისხს, ანუ the superlative degree, ეს გვჭირდება იმ შემთხვევაში, როცა ვადარებთ 3 or more objects or people, სამი ან მეტი არსებითი სახელი, საგანი ან ადამიანი, ან უბრალოდ როდესაც ჩამონათვალისიდან ის ტოპში დგას, ანუ ყველაზე მეტად გამორჩეულია, მაგალითად the Nile is the longest river in the world, რომ ნილოსი ყველაზე გრძელი მდინარეა მსოფლიოში. Ემისათვის რომ ვაწარმოოთ ზეცართავის სახელის აღმატებითი ხარისხი, უნდა დავუმატოთ est სუფიქსი და არტიკლი the, მაგალითად the shortest, the smallest, the tallest და ასე შემდეგ. ცოტა taller, the tallest, ან short, shorter, the shortest, small, smaller, the smallest და ასე შემდეგ. თუ კი ზეცართავი მთავრდება y-ზე და მის წინ დგას თანხმოვანი, ასეთ შემთხვევაში y უნდა გადაკეთდეს, მაგალითად happy, happier, the happiest. ანუ y გადაკეთდება i-ში და შესაბამისად ვუმატებთ er ან est დაბოლოებას. ეს ეხება კიდევ ერთხელ გავიმეორებ ზეცართავის სახელები, რომლებიც მთავრდება y-ზე და წინ უნდა ედგეს თანხმოვანი აუცილებელ შემთხვევაში. თუ ჩვენ გვაქვს ორზე მეტ მარცვლიანი სიტყვები, ორზე მეტი მარცვალი, ასეთ შემთხვევაში შედარებითში ვამატებთ more და აღმატებითში ვამატებთ the most. მაგალითად beautiful, beautiful, აშკარად ორზე მეტია, შესაბამისად more beautiful და the most beautiful. ან მაგალითად successful წარმატებული, more successful, the most successful. თუმცა გამონაკლისებიც გვაქვს, რა თქმა უნდა, აქ სამი გამონაკლისი შემოგთავაზეთ, მაგალითად good, better, the best, bad, worse, the worst. Many and much გააჩნია თვლად, იქნება თუ თვლადი, more, the most. ახლა მინდა ვისაუბრო იმ გავრცელებულ შეცდომებზე, რომლებსაც მაგალითად მოსწავლეები უშვებენ. პირველი, avoid double marking. ანუ ჩვენ ვიცით, რომ er-იც და more-იც ორივე შედარების მაწარმოებელია, მაგრამ ორივესი ერთდროულად წინადადებაში გამოყენება არაფრით არ შეიძლება. ამიტომ სმენი ესეთ შემთხვევები, როგორც არის more bigger, more taller, არამც და არამც. ეს უნდა იყოს taller and bigger and more beautifuler, არავითარ შემთხვევაში more beautiful, ხო? იმიტომ გვაქვს ეს მარცვლების რაოდენობა, რომ დავაკვირდეთ i-არი გვჭირდება თუ more გვჭირდება.
ასევე რიგი გამონაკლისი შემთხვევები, ასე ვთქვათ, მაგალითად fun კი არის ერთმარცვლიანი დაწესით funner უნდა იყოს, მაგრამ გვაქვს more fun და ამას ასეთი ბევრი არ არის და ამას პრაქტიკაში ნელ-ნელა შეხვდებით და დაიმახსოვრებთ. ყურადღება გამახვილეთ ასევე აი გამონაკლისებზე, რომ ეს არის good და better და more good არ არსებობს და მით უმეტეს more better არ არსებობს. და ასევე ისეთი ზედსართავი სახელები, რომლებიც არიან non-comparable, ანუ ვერ შეუთავსებთ, ან ვერ შეადარებთ ერთმანეთს, იმიტომ რომ ისინი უკვე მისი უკიდურესი ფორმა არის ის უკვე, ხო? They're absolute. მაგალითად perfect არის ბრწყინვალე, ხო, შესანიშნავი, მასზე ზემოთ აღარაფერი შეიძლება არსებობდეს, ამიტომ რაღაცა more perfect და რაღაცა the most perfect ვერაფრით ვერ იქნება. ან სიტყვაზე ვთქვათ wooden ხის, ხო? ნუ რაღაცა უფრო მეტად ხის და რაღაცა ყველაზე მეტად ხის ვერ იქნება, ხო? შესაბამისად, ანუ ამ სიასაც მოგვიანებით შემოგთავაზებთ სხვა ვიდეოში, სადაც გვაქვს ზედსართავები, რომლებსაც შედარების ხარისხები არ ეწარმოებათ. პატარა პრაქტიკული, ასე ვთქვათ, დავალებასავით, ჩვენ გვაქვს ასეთი წინადადება, the exam is easy than the last one. ნახეთ, ორ გამოცდას ადარებს, ხო? ეს გამოცდა და ის წინა გამოცდა, რომელიც გქონდათ. შესაბამისად, შედარების ხარისხი დაგვჭირდება, რადგან easy გვაქვს და white იმთავრდება, easy გადაკეთდება და იქნება easier. So this exam is easier than the last one. ან მეორე წინადადება მაგალითად the museum we visited in Berlin was interesting of all. ანუ ნახეთ, ბევრ მუზეუმებს ესტუმრნენ ესენი ზოგადად, მაგრამ ბერლინის იყო ყველაზე საინტერესო. ანუ ბევრიდან ერთი უნდა გამოვიყვანოთ, შესაბამისად იქნება the most interesting of all, რადგან interesting შესაბამისად ორზე მეტი მარცვალია, ამიტომ more და most. ან თუნდაც აი ეს შემთხვევა, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ this car is fast, but this one is faster and this is the fastest of all. And the first car is the slowest of all. ყველაზე ნელია. ან ფინანსურად შევადაროთ, მაგალითად, this is expensive, but this one is more expensive and this is the most expensive. ხო, ყველაზე ძვირი. ან პირიქით შეგვიძლია ვთქვათ, the first car is the cheapest of all. ან ყველაზე იაფი, cheapest, the cheapest. An analogiურად აბატონო eco-friendly, so this car is eco-friendly and the second car is more eco-friendly and the last one is the most eco-friendly car of all. მოკლედ შევაჯამოთ და შეგვიძლია ვთქვათ, რომ მას აქვს სამი ხარისხი, ანუ ზედსართავს აქვს სამი ხარისხი, positive, comparative and superlative. ნიშნულოვანია ზედსართავების ცოდნა, რომ რაღაც აღვწეროთ ზოგადად ენაში და ესა თუ ის თვისება მივანიჭოთ. დაგვჭირდება, რომ ან დავაკვირდეთ, რომ ეს არის ერთმარცვლიანი თუ ორ და მეტმარცვლიანი y-ზე მთავრდება თუ არ მთავრდება, more ჭირდება თუ i არ ჭირდება, most ჭირდება თუ i-ს ჭირდება. ეს არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ სწორად შევძლოთ ზედსართავის სახელის წინადადებაში გამოყენება. სულ ეს იყო. დიდი მადლობა.